ოჯახური ღირებულებების დაცვის საჭიროება და LGBT პროპაგანდიდან გამომდინარე პრობლემები გამოგონილი იყო ქართული ოპოზიციისთვის. უმეტესობამ რიტორიკა უკვე შეცვალა, ხელისუფლების პოზიცია კი უცვლელია. მსგავს ღირებულებებთან მიმართებით თბილისი კომპრომისს არ დაუშვებს, იმის მიუხედავად რამდენად მომთხოვნიც არ უნდა იყოს ბრიუსელი. მაკუნა აბულაძე გეამბობთ. მაშინ როცა ევროპული მართლმსაჯულება უნგრეთს ლგბტკ კანონის მიღების გამო დამნაშავედ ცნობს, თბილისში ოპოზიციის რიტორიკა თანდათან იცვლება. არადა სატელევიზიო არქივს კარგად ახსოვს ეს განცხადებები, როცა ოპოზიციური პარტიები, მათი აქტივისტები თუ NGO სექტორი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის წინააღმდეგ წავიდნენ. შეტევის ობიექტი მაშინაც მმართველი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდის გავრცელების რეალური საფრთხის გამო შესაბამისი კანონმდებლობა იყო საჭირო. ქართული ოპოზიცია ამ თემას ხელოვნურ აჟიოტაჟს უწოდებდა. სისულელია ქართულ ოცნებაზე დიდი პროპაგანდისტი ამ საკითხს არ ყავს. ეს არის სრულად რუსული პროპაგანდა. არის გამოგონილი ეს ფაქტები. ქართულმა უწევს წამოიწყო კიდევ ერთი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა. ორი და სანახაობა არის ის, რაც ქართული ოცნება ცდილობს შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეს. ეს არის სპეკულაციური და პროპაგანდისტული. ვითომ პრობლემა წარმოაჩინეს. ქართულმა ოცნებამ პარალელური სამყარო გამოიგონა. ამ განცხადებებიდან არც თუ ისე დიდი დროა გასული. მისი ავტორები, რომლებიც მმართველ პარტიას ლგბტ თემით სპეკულირებაში ადანაშაულებდნენ, დღეს ოჯახური ტრადიციების მნიშვნელობაზე ალაპარაკდნენ. ოპოზიციის ნაწილს ამ თემაზე საუბარი ტრადიციულად არ სურს. ნაწილი კი კანონის წინააღმდეგ არგუმენტებს ეძებს. კანონში რაღაცა შეიძლება კარგი იყოს, რაღაცა შეიძლება ცუდი იყოს და კანონს რა მიზნით იყენებ, ეს კიდე მეორე საკითხია. ჩვენ რა თქმა უნდა დავიცავთ ჩვენს იდენტობას, ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას და რელიგიას. რატო ეწინააღმდეგებოდეთ მაშინ ქართულ კანონს? ვინმე მიცის ოჯახი, ეს ჩვენ ვართ. ხალხის ძალის წევრებისთვის ევროპული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებამ ბუდაპეშტი ეროვნული ინტერესებით მიღებული კანონმდებლობის გამო დასაჯოს, ცხადი გახადა, რომ ეს საკითხი ისევ აქტუალურია და ქართული სახელმწიფო ისევ ფხიზლად უნდა იყოს. ეს არის ნათელი მაგალითი უნგრეთის შემთხვევაში, როცა ბრიუსელმა დაინახა შესაძლებლობა იმისა, რომ ისევ თავიდან წამოიწყოს ეს კამპანია, ეს იქნება ჩვენთვის ასევე სასიგნალო, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ფხიზლად და საკითხები, რომელიც ეროვნული ფასეულობების ნაწილია, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ აქ კომპრომისი უბრალოდ ვერ იქნება. უნგრეთის შემთხვევა ბრიუსელის მხრიდან ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაში ჩარევის მაგალითია მმართველი ძალისთვის. ქართულ ოცნებაში არც ოპოზიციის პოლიტიკური მეტამორფოზა უკვირთ, თუმცა მათივე თქმით პარადოქსია, რომ დღეს ტრადიციებზე ის ხალხი ალაპარაკდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის კანონით დაცვას აპროტესტებდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, ბრიუსელი ასაკეთებს ერევა თუ არ ერევა. ნახეთ ბოლო წლების განმავლობაში თუ რა შემოტევები, შანტაჟი, მუქარები იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება, ბევრჯერ გვითქვამს, რომ არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ხო, ყველას ვისაც როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ ამის პროპაგანდა დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის რა თქმა უნდა სამარცხვინო, ვინაიდან ისინი ერთ მხრივ ამბობენ, რომ არ ერევიან თავისი წევრი ქვეყნების ისეთ პროცესებში, რომელიც LGBT მიმართულებებს და მის საწინააღმდეგო კანონმდებლობას ეხება, თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად პოლონეთი დაავალდებულეს, რომ გეი წყვილი, რომელმაც იქორწინა სხვა ქვეყანაში და პოლონეთში ეს არის აკრძალული, ვინაიდან გერმანიაში ეს ყველაფერი იყო დაშვებული, ახლა ამ წვილს უნდა მიცეს, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია. ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე უნგრეთის შემთხვევაში. მანამდე იყო ევროკავშირის მართლმსაჯულების მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც კავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან საკუთარი კანონმდებლობის მიუხედავად სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ერთნაირი სქესის მქონე მოქალაქეების ქორწინება მაინც აღიარონ. მმართველი პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ საკითხი ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია, თუმცა ოფიციალური თბილისის პოზიცია უცვლელია. კომპრომისი არ იქნება.